ვაიშენ პატრონს, რა გეშველება, დეგენერატო, რა გიდევს ტვინში, ესენი ვინ არიან, სად დავიბადე, ეს რა ხალხი. შემოკარგებო, ხშირად გაგიგიათ მე მგონი ესეთი ფრაზები და გაინტერესებთ რა ელოდებათ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ფრაზებს ხმარობენ და ასე მიმართავენ სხვაებს? თუ ეს გაინტერესებთ, ძალიან სწორ ვიდეოს უყურებთ, მაგრამ სანამ აგიხსნით, თუ თქვენ გჯერათ, რომ ეს მსოფლიო შექმნილი რაღაცა აფეთქებით და თქვენ აქ მოსული ხართ აფეთქების შედეგად აბსოლუტურად უაზროდ და თქვენს ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს იმის გარდა, რომ მიიღოთ სიამოვნება ამ დედამიწაზე და ეს არის ყველაფერი, მაშინ არ უყურებთ სწორ ვიდეოს და ჯობია გადაერთოთ. მაგრამ თუ თქვენ გჯერათ, რომ თქვენ მოსული ხართ რაღაცა მიზნით და აზრით, რომ რაღაცა შემატოთ ამ სამყაროს და ამ დედამიწას, მაშინ სწორ ვიდეოს უყურებთ, მოგცემთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ვერ მიიღოთ სხვა ფსიქოლოგებისგან, იქნება ძალიან საინტერესო. მე ვარ თამარ ღუღუნაძე, ფსიქოლოგი და ოჯახის თერაპევტი, ქართველი ემიგრანტი ევროპაში, ევროპული განათლებით და ახლა კი დავწყოთ. მას რა ხდება, როცა ადამიანი ასე ლაპარაკობს? ხდება ის, რომ ეს ადამიანი გადასცემს მესიჯს, გადასცემს რაღაცა შეტყობინებას სამყაროში, რომ მას რაღაცა არ აქვს წესრიგში. მაგალითად, ავანებოთ ყველაფერს სულიერს თავს და გეტყვით როგორც ფსიქოლოგი. როცა ჩემთან მოდის პაციენტი და ასე ლაპარაკობს სხვა ადამიანებზე, მე ყოველგვარი დიაგნოზების გარეშე უკვე ვიცი, ამ ადამიანს რაღაცა სჭირს. ის ვერ უმკლავდება რაღაცას, გრძნობებს. ის ან ილუზიაში იცავს თავს, ან რეალურად იცავს თავს, იმიტომ რომ რაღაცა დააშავა. ან ილუზიაში იცავს თავს, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცა დააშავა, ან ჯერ კიდე თავის ტვინში ბავშვობაში ცხოვრობს, სადაც იგი ვერ დაიცვეს და ახლა აი ასეთი თავდაცვის მექანიზმით იცავს თავს. მაგრამ როცა სულიერ დონეზე ვსაუბრობ, თუ ადამიანს ჯერა რომ ის არ არის ტყუილად მოსული ამ დედამიწაზე და მისი ფასეულობა არის რაღაცაში, რომ რაღაცა უნდა შემატოს დედამიწას და უცბად ადამიანი იწყებს ასე ლაპარაკს. აქ სამყარო, ღმერთი, რაც გინდათ უწოდეთ, იღებს ასეთ ინფორმაციას. ის ჩვენ ვინც გაუშვით ამ დედამიწაზე, რომ მან რაღაცა შემატოს იქაურობას, რაღაცას ვერ უმკლავდება თავის ემოციებს, ვერ უმკლავდება ხალხს, ესე იგი მას სჭირდება დახმარება. ჩვენ მას უნდა გაუგზავნოთ რაღაცა დახმარება, გაკვეთილები და ასე შემდეგ. და რა გაკვეთილებზე მაქვს ლაპარაკი? ჩემოკარგებო, როცა ჩვენ ვაკვირდებით ზოგიერთ ადამიანს, მაგალითად, რომლებიც არიან ცნობილი პირები და ასე ლაპარაკობენ, ჩვენ მათ ვხედავთ მარტო კარიერის პიკზე, როცა ისინი არიან სცენაზე, პარლამენტში, პოდიუმზე, სტადიონზე და ასე შემდეგ. ჩვენ მათ ვხედავთ ეპიზოდურად, მაგრამ რეალურად რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, ვიგებთ სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი უკვე აღარ არიან და მათზე იწერება წიგნი. ამიტომ მოგიყვანთ ახლა ორ მაგალითს. ისეთი ცნობილი ორი ადამიანი, რომლებიც ზუსტად ასე ელაპარაკებოდნენ ხალხს, ამცირებდნენ, დასცინოდნენ და ასე შემდეგ. სტივ ჯობსი და ცნობილი მომღერალი მარიან კერი. რა ვიცით სტივ ჯობსზე? იყო ძალიან რთული ხასიათის, თუმცა ძალიან ნიჭიერი. ის ნამდვილად არ იყო ტყუილად გამოგზავნილი ამ დედამიწაზე და რეალურად ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ რა მესიჯებს აგზავნიდა ის სამყაროში, რომ ის ვერ უმკლავდებოდა თავის ემოციებს, ვერ უმკლავდებოდა ხალხს, საიდან ვიცით ეს? რეგულარული ისტერიკები, რეგულარული დამცირებები, სკანდალები, რომელიც ხდებოდა მის ცხოვრებაში. რა ხდებოდა ამის შემდეგ? მას შორდებოდნენ ქალები, რომლებსაც ის უყვარდათ, მაგრამ უკვე ვერ უმკლავდებოდნენ. მასთან მოდიოდა მარტოობის პერიოდები, როცა ის რეალურად დეპრესიაში იყო და მარტოდ გრძნობდა თავს. მას აგდებდნენ იმ საკუთარი ფირმიდან, რომელიც თვითონ შექმნა, კონტრაქტებს არ უდებდნენ და არ უგრძელებდნენ და საბოლოო ჯამში მიიღო ისეთი ავადმყოფობა, სადაც ის იყო უკვე ვალდებული, რომ ჰქონოდა ძალიან დიდი მოთმინება და სამწუხაროდ ცუდად დამთავრდა ეს ყველაფერი. მარიან კერი, ცნობილი, ულამაზესი და უმშვენიერესი მომღერალი, მაგრამ ცნობილი სკანდალისტი. რეგულარულად ამცირებდა თავის თანამშრომლებს, ასისტენტებს ესროდა ტელეფონს, უყვიროდა, საშინელ სიტყვებს უწოდებდა. რა შედეგები მიიღო მან თავის ცხოვრებაში? ხდებოდნენ ისეთი პარტნიორები, მას კეტავდნენ სახლში და სახლიდან არ უშვებდნენ, სჯიდნენ. ჩავარდნილი ფილმები, კონტრაქტებს არ უდებდნენ, კარიერა არ წავიდა ისე, როგორც მას უნდოდა, შეხვდა რთული ფსიქოლოგიური ავადმყოფობა და რომელსაც დიდხანს უმკლავდებოდა ძალიან რთულ პირობებში. ასევე ჩემოკარგებო, როცა ეს ინფორმაცია მოისმინეთ და ეს მაგალითები მიიღეთ, სანამ წარმოთქვავთ სიტყვებს, კარგად დაფიქრდით, გიღირთ ასეთი გაკვეთილების მიღება, გინდათ თუ არა, გაუფრთხილდით თქვენ თავს, გაუფრთხილდით სხვებს და გაუფრთხილდით ამ სამყაროს. მე კი გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.